უკრაინელო დებო და ძმებო, გეტყვით პირდაპირ, რომ უკრაინაში მყოფი ქართველი დამკვირვებლების უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დასაყრდენ ძალოვან სტრუქტურებს წარმოადგენს. უკრაინელი ხალხისათვის ეს განცხადება ირმა ინაშვილმა შეადგინა. მიმართვას ხელს საქართველოს 18 მოქალაქე აწერს, მათ შორის ჯორჯიან ტაიმსის რედაქტორი მალხაზ გულაშვილიც. ჟურნალისტთა კავშირი ობიექტივის დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით შენიღბული ზონდერ ბრიგადები გაგზავნა, რომელთა მოქმედებაც საბოლოოდ ქართველი და უკრაინელი ხალხის დაპირისპირებას გამოიწვევს. ინაშვილის შედგენილი ტექსტი სოციალურ ქსელში Facebook-ში გავრცელდა, მათ შორის გიორგი გოცირიძის გვერდზე, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელია. გოცირიძე მიმართვას ხელი რამდენიმე საათის წინ მოაწერა. მისი განცხადებით, მან მხოლოდ თავისი სამოქალაქო ოპოზიცია დააფიქსირა და არა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის. გოცირიძის თქმით, ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები გაგზავნა. არის საუბარი იმაზე, რომ მაინც პროფესიონალ დამკვირვებლებთან არ გქონდა ჩვენს საქმე და ესენი იყვნენ, ასე ვთქვათ, ცალკეული სტრუქტურის თანამშრომლები, რომლებიც არ უნდა წასულიყვნენ უკრაინაში არჩევნებზე დასაკვირვებლად. ამის შესახებ განვათავსე ინფორმაცია და ამ მიმართვაშიც სწორედ ამის შესახებ არის საუბარი და მოვაწერე ამ მიმართვას ხელი. ეს არ ასახავს არანაირად ჩემი ორგანიზაციის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიციას. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული დამკვირვებელი, რომელიც საქართველოდანაა ჩასული უკრაინაში, დღეს პირდაპირ აღვივებს დაპირისპირებას ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის და ამას აკეთებს სააკაშვილის რეჟიმი. ეს არის საშინაო საქმეებში ჩარევა უკრაინის და 40%-ით როცა აირჩევენ პრეზიდენტს მომავალ მეორე ტურში, იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც ასე ვთქვათ, იმ კანდიდატს უჭერდა მხარს. და საქართველოს საქმე არ არის უკრაინაში, ვინ გაიმარჯვებს, ტიმოშენკო თუ იანუკევიჩი. მოსაზრებებს, რომელსაც აქტიურად ავრცელებენ რუსული პროპაგანდისტული საშუალებები და ქართული მედიისა და საზოგადოების ნაწილი, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტში გამოეხმაურნენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დამკვირვებლის სტატუსით უკრაინაში ძირითადად პარლამენტისა და საკრებულოს წევრები გაიგზავნენ. დიდწილად სადამკვირვებლო ჯგუფების წარმომადგენლები არიან პარლამენტის და საკრებულოს წარმომადგენლები, მაგრამ ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და არასამთავრობოები. გუშინ უკრაინის საარჩევნო კომისიის მიერ იქნა დადგენილება მიღებული, რომლის საფუძველზეც უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს დაევალა ამ პირების ჩვენი საელჩოს მიერ წარდგენილი პირების ვინაობის გადამოწმება. ჩვენ მზად ვართ ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამით ალბათ გაირკვევა ყველა ის გაურკვევლობა, რომელიც ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელს გაუჩნდა. ეს არის მიდგომა, რომლითაც იყენებს და რომლითაც საქმიანობს რუსეთის ფედერაცია, სწორედ ის არის სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ესეთ ტიპის ჯგუფ, ესეთ ტიპის ადამიანებით, ესეთ აგრესიული ადამიანების მეშვეობით არიოს სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში. ეს ხო ესტონეთში, ეს ხო საქართველოში და მსგავს აკეთებს იგი უკრაინაში. რა არეულობა უნდა გამოიწვიონ დონეცკში, ჩასვენ ერთ მანქანაში და გამოყრიან იმათ, როგორც ახლა გამოყარეს ხა. ეს ცოტა არასერიოზულია. ამას განმარტავენ ხელისუფლებაში, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც თავის აზრზეა და ხელისუფლებას მეზობელ უკრაინაში დამკვირვებლების ნაცვლად ეგრეთ წოდებული ზონდერ ჯგუფების მივლინებაში სდებს ბრალს. უკრაინაში ზონდერ ჯგუფები მართლაც მოქმედებენ, ოღონდ არა საქართველოდან გაგზავნილები. ეტოვი და გრუზინსკი ნაგუდაცელი რაღაც და რაღაც გამოწევაში და იმ გვირთხეს. ქრონიკის პროდიუსერს ირაკლი გვარამაძეს და მასთან ერთად ქრონიკის ჟურნალისტ ზურაბ ხვისტანს ქალაქ დონეცკში უცნობი პირები სასტიკად გაუსწორდნენ. ეს 16 იანვარს ღამით მოხდა. საგულისხმოა, რომ არც ერთ მედია საშუალებას და სამართალდამცავ სტრუქტურას უკრაინაში არეულობასა და დესტრუქციულ მოქმედებებში ქართველების კვალი არ დაუფიქსირებია. ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე უკრაინაში გაგზავნილ დამკვირვებელთა ჯგუფს ადგილზე სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამ ჯგუფში ზონდერ ჯგუფების აღმოჩენით ლამის ერთნაირად დაინტერესებული აღმოჩნდა ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა ქვეყანაში ისარგებლოს დამკვირვებლის სტატუსით. ნათქვამია ირმა ინაშვილის მიერ შედგენილ მიმართვაში. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ასევე აკვირდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის უკრაინის წარმომადგენლებიც.